განმარტებთ გამოშვებას საქართველოს კონტროლის პალატამ 2011 წლის 10 პრიორიტეტი განსაზღვრა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის განმარტებით უწყების განსაკუთრებული საჯარო ინტერესების ნუსხაში სახელმწიფო უწყებები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდნენ. მათ შორისაა დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხები, არასწორი მართვის ფორმები, თაღლითობა და უფლებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ბეჟაშვილის თქმით, უწყება 2010 წლის განმავლობაში სამედიცინო მომსახურების პროგრამების შემოწმების შედეგებმა ამ სფეროს სისტემური რეფორმირების აუცილებლობაში დაარწმუნა. მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები აღმოჩნდა უმწეოთა სტატუსის მინიჭების სფეროშიც. კონტროლის პალატა მერიის ბიუჯეტითაც ინტერესდება. ხშირი ფინანსური დარღვევების სისტემური გაუმართავობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. კონტროლის პალატა ამ კრიტერიუმებით მომავალი წლიდან სახელმწიფო უწყებების შემოწმებას განაგრძობს. ლევან ბეჟაშვილმა მაკონტროლებელი ორგანოს 2011 წლის 10 პრიორიტეტი წარმოადგინა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის თქმით, არასწორი მართვისა და დარღვევების აღმოჩენის გამო განსაკუთრებული მონიტორინგი სოფლის დაწესდება. კიდევ ერთი უწყება, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს პრიორიტეტების ჩამონათვალში მოხვდა, თავდაცვის სამინისტროა. 2008 წლის მოვლენების შემდეგ ჩვენ კონტროლის პალატა შეგნებულად თავს არიდებდა ამ სფეროში რაიმე კონკრეტული პროგრამების და აუდიტების დაგეგმას გამომდინარე იქიდან, რომ შესაბამისობაში იყო ჩასატარებელი იყო ინვენტარიზაცია შესაბამისობაში და თანხმედრაში მოსაყვანი იყო საჯარო ფინანსების მართვის პროცედურები. იმავდროულად გამოიცვალა ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სისტემის სრულყოფისათვის. 2011 წლიდან დავიწყებთ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, წარმომადგენლებთან ერთად კონკრეტული პროექტების შემუშავებას. კონტროლის პალატის 2011 წლის პრიორიტეტების ჩამონათვალში სამინისტროებთან ერთად ცალკეული სახელმწიფო პროგრამები მოხდა. მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის, სოციალური დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების პროგრამები. ბეჟაშვილის ინფორმაციით, უმწეოთა სტატუსის მინიჭების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოჩნდა. ჩვენს მიერ ჩატარებული წინასწარი მონიტორინგი საფუძველზე არის საკმაოდ სისტემური დარღვევები ამ სფეროში, სისტემური ნაკლოვანებები, დაზღვეულთა სიების ასე ვთქვათ უზუსტობები, რაც შემდგომ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსების არაეფექტურ და არამიზნობრივ ხარჯებს იწვევს. მეორე პრიორიტეტი ეს არის სამედიცინო მომსახურების პროგრამები, უზუსტობები და ნაკლოვანებები, რომელიც აღმოჩენილი არის ამ სფეროში გახავთ ის, რომ არ არსებობს კონკრეტული გაანგარიშებები, ნორმატიული გაანგარიშებები, თუ რის საფუძველზე უნდა რის საფუძველზე არის შემუშავებული კონკრეტული ოპერაციის თანხები ან მკურნალობის ხარჯები და ამავდროულად იგივე დიალიზის პროგრამა. სათავარ თვითანამშრომლობთ ერთი და პირიქით ხელი შევუწყოთ, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც აქამდე არის წარმოდგენილი და მომავალში იქნება, ზედამხედველობას დავაწესებ, რომ იყოს შესრულებული ჩვენი ცენტრალური და საქველმოქმედო დაწესებულებების მიერ. კონტროლის პალატა თბილისის მერიის ბიუჯეტითაც ინტერესდება. ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ წინასწარი მონიტორინგის შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით პრობლემატური საკითხები გამოვლინდა, გაუმჭვირვალობა და არასწორი მართვა. ბეჟაშვილის თქმით, თბილისის მერიის ბიუჯეტის აუდიტს სპეციალურად შექმნილი სტრუქტურა განახორციელებს. წინასწარი მონიტორინგის შედეგად გამოვალნით უკვე ასე ვთქვათ საკმაოდ პრობლემატური საკითხები, რომელიც დაკავშირებული არის თბილისის ბიუჯეტთან. ეს არის გამჭვირვალობის საკითხი, ეს არის არასწორი მართვის საკითხები, ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. აი ამ კრიტერიუმების, ამ ინდიკატორების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონტროლის პალატაში შეიქმნება სპეციალიზირებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებს მხოლოდ თბილისის ბიუჯეტის კონტროლს. ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ კონტროლის პალატა ყველა ხარჯ-თაღრიცხვას დეტალურად შეისწავლის და ობიექტურ დასკვნას დადებს. კონტროლის პალატის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის განმავლობაში წინასწარ გაწერილი პრიორიტეტების რაოდენობა გაიზარდოს.